გირჩი მძიმე ნარკოტიკის გამსახურების დეკრიმინალიზაციას ითხოვს თუ მხოლოდ მოხმარების. როდესაც გამსაღებლობის დეკრიმინალიზაციას საუბრობს ვიღაცა, მას თავში მოსდის ბარიგა. ეგრევე, აი პირველი არის ბარიგები ირბენენ ქუჩაში, რომელიც რას ყიდიან კაცმა არ იცის, ბავშვები მოწამლე, შპრიცები ქუჩაში და ასე შემდეგ. კი მე გამსაღებლობის დეკრიმინალიზაციასაც ვითხოვ. ოღონდ გამსაღებელი უნდა იყოს აფთიაქი, ექიმი. იმიტომ რომ ეს პრეპარატია. აი წარმოიდგინეთ ჩვენ რო ვთქვათ, რომ იმისი ანტიბიოტიკის გამსაღებლებს გაუწიოთ შეღავათი თუ მხოლოდ ანტიბიოტიკის მომხმარებლებს. აი რაღაც ხო ასეთი სიგიჟე არის ეს. ანუ თუ შენ გესმის ეს სფერო რაღაცნაირად, შენ ხვდები რომ ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემაა. მომხმარებელი და გამსაღებელი ზოგადად ერთმანეთთან დაკავშირებული თემაა. და შენ ყალბი ხარ მაშინ, როდესაც ამბობ, რომ შენ მომხმარებელზე ზრუნავ და გამსაღებელს ებრძვი. იმიტომ რომ შენ თუ მომხმარებელზე ზრუნავ, მას უნდა შესთავაზო გამსაღებლის ადეკვატური ცივილური ფორმა, რომელიც არ არის შეურაცხყოფელი და რომელიც არ არის კრიმინალი. ჩვენ ამიტომაც ვთავაზობთ აფთიაქს. ისეთ დრაგებზე, რომელიც აფთიაქთან არის კავშირში ამ შემთხვევაში ოპიატებს. თორემ მოსაწევი ახლა შეიძლება სხვა ფორმაც იყოს და არა აფთიაქი.